რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები. სანდო, ობიექტური და აქტუალური ინფორმაცია. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან ერთად გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. საინფორმაციო მხარდამჭერი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. მოგესალმებით, რადიო იმედის ეთერში იწყება გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარი თემა იქნება ერთიანი ეროვნული გამოცდები და ჩვენი სტუმარი არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, კონკრეტულად ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე. მოგესალმებით სოფო და დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს აბიტურიენტებს პირველ რიგში. სოფო, დავიწყოთ ზოგადი უნარების გამოცდით. რომელ ენაზე შეუძლია აბიტურიენტს ჩააბაროს ეს გამოცდა? ზოგადი უნარების გამოცდა 2005 წლიდან მზადდება, როგორც იცით, და მზადდება ქართულ ენაზე. 2007 წლიდან ჩვენ უკვე დავიწყეთ ზოგადი უნარების ტესტის მომზადება არა ქართულ ენებზეც. უბრალოდ 2005 წელს მომზადდა რუსულ ენაზე ეს ტესტი, მაგრამ შემდეგ უკვე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც გადაწყდა ამ ტესტის მომზადება. ასე რომ 2007 წლიდან ჩვენ ეს ტესტი გვაქვს სომხურ, აზერბაიჯანულ, რუსულ და ცხადია ქართულ ენაზე. ეს ტესტი არის განკუთვნილი ადამიანებისთვის, რომელსაც უნდათ გახდნენ სტუდენტები და ისწავლონ უმაღლეს სასწავლებელში, როგორც იცით, და არის იმის შესამოწმებლად მოწოდებული, რომ შეაფასოს, რამდენად შეუძლია ადამიანს ახალი ინფორმაციის აღქმა, გააზრება, რამდენად შეუძლია ლოგიკურად მსჯელობა, როგორი აქვს მისი ანალიტიკური უნარები. ყველაფერი ამისათვის მნიშვნელოვანია მას მივაწოდოთ მასალა, ტესტური მასალა იმ ენაზე, რომელზეც ის აზროვნებს. თუ კი მისი სააზროვნო ენა არ არის ქართული, არის რუსული, არის სომხური ან აზერბაიჯანული, ის ცხადია ამ უნარების გამოვლენას უკეთ შეძლებს სწორედ ამ ენებზე. ამიტომ გადაწყდა, რომ უნარების გამოცდა სწორედ მშობლიურ ენაზე შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს აბიტურიენტებს, რომლებიც არ ფიქრობენ, არ აზროვნებენ ქართულად. შეიძლება ისინი ლაპარაკობენ კარგად ქართულად, შეიძლება წერენ კარგად ქართულად, ამას ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ადასტურებს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ თუ კი ადამიანს საბაკალავრო პროგრამებზე უნდა ჩაბარება, აუცილებელ საგნად აქვს ჩასაბარებელი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა, მაგრამ შეიძლება მან წარმატებით დაძლევს ეს გამოცდა, მაგრამ ის მაინც აზროვნებდეს თავის მშობლიურ ენაზე, ეს იყოს მაგალითად სომხური, რუსული ან აზერბაიჯანული. ამიტომ იმისათვის რომ თანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ ისინი ქართულ აბიტურიენტებთან, მნიშვნელოვანია რომ მათ ტესტი შევთავაზოთ ამ ენაზე. და სახეზე არის მას შემდეგ რაც დაინერგა აი ამ მათთვის მშობლიურ ენაზე აი ამ გამოცდის ჩატარება. ისეთ რა გითხრათ, რომ ჩვენ სპეციფიკური ანალიზი გავაკეთეთ 2005 და 2006 წელს, რომ მათ ცუდი შედეგები ჰქონდათ და ხალხაცი შედეგი ნამდვილად არ იქნება მართალი. ჩვენ ესეთი ანალიზი არ გავკეთებია, ჩვენ გავიზიარეთ უბრალოდ ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილება, რომელიც ამბობენ, რომ თუ კი ჩვენ გვინდა გსურს ადამიანის ინტელექტის ზოგადად რო თქვა ეს არის სამეცნიერო კვლევები და არა მარტო საგამოცდო მოდელები, რაზეც ახლა მე ვლაპარაკობ. თუ კი ჩვენ გვინდა ადამიანის ინტელექტუალური უნარების შეფასება და ზოგადი უნარების სწორედ ინტელექტუალური უნარებია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია და ჩვენ უფრო სამართლიანები ვიქნებით ტესტირების პროცესში, თუ კი მათ ამას ამ ტესტის იმენაზე მივაწვდით, რომელზეც ისინი ამ უნარებს ავლენენ. თუ კი ჩვენ ვფიქრობთ და ვაზროვნებთ დაუშვათ რუსულად ან სომხურად, ჩვენ ცხადია უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად ტესტის შესრულებას სწორედ ამ ენაზე შევძლებთ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩვენ ერთგვარ თარგმანს ვაკეთებთ, ჩვენ ვკითხულობთ, ვთქვათ, ქართულად რაღაცას, მე ჩვენთვის თავში ვთარგმნით ამას, ჩვენ მშობლიურ ენაზე, მშობლიურ ენაზე ვიღებთ პასუხს, მე ამ პასუხს კვლავ ვთარგმნით უკან ქართულად და ისე ვცემთ პასუხს ტესტს. ხო, ეს ზოგადად ინტელექტის ტესტირების პროცესში და ამ ინტელექტის კვლევის პროცესში დადგენილი კანონზომიერებაა და არა მაინც და მაინც საგამოცდო მოდელების ანალიზის სხვა საგნებს ისინი აბარებენ სხვა საგნებს აბარებენ ქართულსა და ქართულენსა და ლიტერატურას ცხადია აბარებენ როგორც სავალდებულო საგანს და უწევენ კონკურენციას ქართულენოვან აბიტურიენტებს. მათ აქვთ კიდევ ერთი ასე ვთქვათ პრივილეგია კონკრეტულად რუსულენოვან აბიტურიენტებს გულისხმობ, რომ რუსული შეუძლიათ როგორც უცხო ენა ჩააბარონ, ეს თითქოს აბალანსებს იმ დეფიციტს, რაც მათ აქვთ ქართულთან დაკავშირებით. ახლა გულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსულენოვან სკოლებში სწავლობენ, ხო? სავარაუდოდ მათთვის რუსული
თითქმის მშობლიური ენა ან ზუსტადაც მშობლიური ენა ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც უცხო ენა ჩვენ ისე ვაფასებთ და ამიტომ ეს დიდი უპირატესობა არის მათი სამაგიეროდ ქართულის შემთხვევაში მათ უნდა გაუწიონ კონკურენცია იმ ადამიანებს ვისაც მშობლიური ენა ქართულია ხო ეს დისბალანსი თითქოს თანაბრდება ასე ვთქვათ წონასწორდება ისინი აპირებენ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებას მაგრამ არის შემთხვევები როდესაც აბიტურიენტები აბარებენ მხოლოდ ზოგადი უნარების წესს აი ამის შემთხვევაშიც რო ვისაუბროთ ეს არის ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამები ეს პროგრამები რუსულ ენოვან აბიტურიენტებს არ ეხებათ ეს პროგრამები ეხებათ სომხურ და აზერბაიჯანულენოვან აბიტურიენტებს ან ეროვნულ უმცირესობებს რომლებიც ჭიდროდ არიან წარმოდგენილები სხვა რეგიონში საქართველოსი და გარდა სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტებისა ეს პროგრამები ეხება ოსურ და აფხაზურენოვან აბიტურიენტებსაც ჯერჯერობით არ ყოლია ესეთი აბიტურიენტი რომელსაც სურდა ოსურად ან აფხაზურად ტესტის ჩაბარება შარშან ერთ აბიტურიენტს ჰქონდა განაცხადი გაკეთებული ჩვენ მოვამზადეთ ტესტი ოსურ ენაზე მისთვის სამწუხაროდ ის არ გამოცხადდა გამოცდაზე ამიტომ ჩვენ არ ვიცით როგორი გამოვიდა ტესტი ოსურ ენაზე ამასაც კი ვერ ვაფასებთ აბიტურიენტის თვალით თორედ ცხადი ექსპერტულად ჩვენ ტესტის შეფასება გვაქვს ჩვენ ტესტი მოვამზადეთ მისთვის ოსურად აფხაზურ ენაზე ტესტის მომზადების გამოცდილება ჯერ არ გვაქვს იმიტომ რომ აქამდე მოქმედებდა 2015 წლამდე მოქმედებდა რეგულაცია, როდესაც აფხაზურენოვან აბიტურიენტებს შეეძლოთ ტესტის რუსულ ენაზე ჩაბარება და სანაცვლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის მაგივრად აფხაზური ენის და ლიტერატურის ტესტის ჩაბარება. ვფიქრობ ეს კარგი მოდელი იყო, უნდა თქვა ნამდვილად გულდაწყვეტით ეს მოდელი შეიცვალა, იმიტომ შეიცვალა. ეხლა მოუწევთ ადამიანებს აფხაზურ ენაზე უნარების ჩაბარება. ეხლა გეტყვით რატომ? იმიტომ რომ როგორც ჩვენ აღმოვაჩენთ და გავარკვიეთ ბევრი კვლევის შედეგად და არაერთი ექსპერტისგან გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. ადამიანები აფხაზეთის ტერიტორიაზე ლაპარაკობენ და სწავლობენ ფაქტიურად რუსულად. მათ მხოლოდ 4 კლასის განმავლობაში აქვთ აფხაზური ენა როგორც ენა და საგნებს აფხაზურად სწავლობენ მხოლოდ 4 კლასის განმავლობაში და ისიც ყოველთვის არა. აი შემდეგ უკვე მე-5 კლასიდან მე-12 თუ მე-11 კლასის ჩათვლით მათ ყველა საგანი, სასწავლო საგანი აქვთ მხოლოდ რუსულ ენაზე მოცემული. შესაბამისად ისინი აფხაზურ ენაზე აღარ აზროვნებენ. მათთვის ყველა ტერმინი ნაცნობია მხოლოდ რუსულ ენაზე. და როდესაც ჩვენ მათ შევთავაზებთ ტესტს ახლა აფხაზურ ენაზე, აფხაზური ტერმინოლოგიით, ჩვენ არა ვართ დარწმუნებულები, რომ ისინი ამ ტესტს ისევე წარმატებით გართმევენ თავს, როგორც გართმევდნენ თავს რუსულენოვანი ტესტის ესეთი შეთავაზება. წელს იქნება შეთავაზება მხოლოდ აფხაზურენოვანი ტესტი და თუ კი დარეგისტრირდა ადამიანი, რომელსაც უნდა ტესტის აფხაზურ ენაზე ჩაბარება, მას ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ტესტი აფხაზურ ენაზე შევთავაზოთ. სამწუხაროდ ის ძველი მოდელი აღარ მუშაობს. ეს საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირდება, მე ამაში ნამდვილად არ ვარ კომპეტენტური, რატომ მოხდა ეს ცვლილება და ასე შემდეგ. მიუხედავად ჩვენი არაერთი რეკომენდაციისა, იმიტომ რომ ამაზე ნამდვილად ბევრს ვმუშაობდით და ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და ძალიან ბევრ სხვა ადამიანს, რომელსაც აქვს ურთიერთობა ამ რეგიონთან და სხვა შორის არა მარტო აფხაზურენოვან მოსახლეობაზე ვლაპარაკობ, ეხლა ოსურენოვან მოსახლეობასაც იგივე შეეხება. აფხაზურენოვან მოსახლეობასთან მით უმეტეს გვქონდა ერთი ძალიან დიდი უპირატესობა, რომ ისინი აბარებდნენ აფხაზურ ენასა და ლიტერატურას, როგორც სავალდებულო გამოცდას ქართული ენისა და ლიტერატურის ნაცვლად. აფხაზური ენა არის აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენა, ამიტომ კანონით შესაძლებელი იყო ჩვენ გამოცდას სახელმწიფო ენაში ვაკეთებთ, ამიტომ შესაძლებელი იყო ქართულის ნაცვლად მისი ჩაბარება და ამ ადამიანებისთვის ბევრად უფრო კომფორტული იყო, იმიტომ რომ აფხაზური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი მათ აქვთ ამ წლების განმავლობაში, 11 წლის განმავლობაში, როცა ისინი სკოლაში სწავლობენ, ამიტომ მათთვის უფრო კომფორტული იყო ამ გამოცდის ჩაბარება პლუს უნარების გამოვლენა რუსულად, იმიტომ რომ ისინი მართლა რუსულად აზრობენ, ჩვენ არაერთ ადამიანთან გქონია ურთიერთობა და მათ პირადად მათგანაც მოგვისმენია ეს მოსაზრება. თუ კი აი არ ვიცი წელს თუ დარეგისტრირდება ვინმე სურველი იმისა, რომ აფხაზურად ჩააბაროს ეს ტესტი, ჩვენ ცხადია მოვამზადებთ ტესტს აფხაზურად. ინგლისურს რაც შეეხება, იყო ასეთი შეთავაზება წინა წლებში, რომ თქვენ თავაზობდით ტესტს გქონდა 2 წლის თუ 3 წლის განმავლობაში ეს პრაქტიკა, ამას შემდეგაც სან-დიეგოს უნივერსიტეტმა დაიწყო ფუნქციონირება საქართველოში და ეს ძალიან სასიხარულო ამბავი, ოსტი უნივერსიტეტი ჩვენთანაც გვაქვს.
სან-დიეგოს უნივერსიტეტის მოთხოვნა იყო, რომ სტუდენტებს მსურველებს ჩაებარებინათ ზოგადი უნარების ტესტი, ასევე მათემატიკის ტესტი და ქიმიის თუ არ ვცდები, ინგლისურ ენაზე. ჩვენ ვამზადებთ ეს ტესტს ყოველწლიურად. ბევრი არ იყო ცხადი იმ აბიტურიენტთა რიცხვი, რომელიც ირჩევდა ტესტს ინგლისურად, სულ იყო 5-6 ადამიანი. სამწუხაროდ ყველა არც მოდიოდა გამოცდაზე. სავარაუდოდ ის ადამიანები არიან, რომლებიც სწავლას საზღვარგარეთაც გეგმავენ გარდა თქვა სან-დიეგოს უნივერსიტეტისა და როგორც ჩანს ისინი მაინც საზღვარგარეთზე იღებენ ორიენტაციას და არჩევანს უფრო იქით აკეთებენ. ამიტომ მხოლოდ 2 თუ 3 აბიტურიენტი ყავდა, რომელმაც აი ამ წლების განმავლობაში ინგლისურად იმუშავა ტესტზე, ზოგი წარმატებული იყო, ზოგი ნაკლებად. წელს აღარ არის ეს მოთხოვნა სან-დიეგოს უნივერსიტეტიდან, რომ ტესტი ინგლისურად იყოს მომზადებული. სოფო, ჩვენ საუბრობდით აი აზერბაიჯანულ რუსულ ენოვან ტესტზე, აფხაზურ ენოვან ტესტზე. ძალიან საინტერესო, ხშირად გვისაუბრია ამ სტუდიაში, როგორ იქნება ზოგადი უნარების ტესტი. ძალიან საინტერესო არის აი სხვა ენის შემთხვევაში, როგორ ხდება ამ ტესტზე მუშაობა, რა სირთულის არის ეს ტესტი? მოდით ესე ვთქვათ, ეს ორი სხვა შეკითხვა, ერთი როგორ მზადდება ტესტი და მეორე რა სირთულის გამოდის ეს ტესტი. როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ მომზადებაზე, ტესტის მომზადებას ხადა თავისი მთელი რიგი ეტაპები აქვს. პირველ რიგში ეს არის დავალებების შექმნა, ორიგინალური და ქართული დავალებები და მე უნდა ვთქვა, რომ ეს დავალებები იქმნება ქართულად. როგორც კლასიკურად როგორც იქმნება ტესტი, წესსა და რიგით რა ენაზეც ვქმნით, რა ენაზეც უნდა იყოს ტესტი წარმოდგენილი, იმ ენაზე უნდა შეიქმნას დავალებები, მაგრამ ჩვენ აქ გვაქვს ლაპარაკი არა კლასიკურ, თქვათ, ინტელექტის ტესტირებაზე, არამედ ჩვენ აქ გვაქვს ლაპარაკი საგამოცდო სისტემაზე. ხო მართალია, ჩვენ უნდა ადამიანები თანაბარ პირობებში ვამყოფოთ, რაც შეიძლება. როდესაც ჩვენ გვყავს ერთმანეთის კონკურენტი ქართულენოვანი და მაგალითად რუსულენოვანი აბიტურიენტი, რომლებიც თქვათ, ერთსა და იმავე პროგრამაზე აკეთებენ განაცხადს, უბრალოდ ერთი ქართულად აბარებს უნარების ტესტს, მეორე რუსულად, ამ შემთხვევაში მათ თუ ერთმანეთს ვაჯიბრებთ, ასე ვთქვათ, ტესტი უნდა იყოს ერთი და იგივე მათთვის. ამიტომ ტესტი იქნება ქართულად და შემდეგ ითარგმნება სხვადასხვა ენაზე. თარგმანის პროცედურის შესახებაც შემიძლია დეტალურად მოგახსენოთ. ძალიან საინტერესო არის, მაგრამ სატელეფონო ხაზი არის ჩვენი მსმენელი. უკაცრავად ალბათ მოგვიანებით შემოგვერდება მსმენელი. თარგმანის პროცესზე ვისაუბროთ, მაშინ თარგმანის პროცედურაზე. თქვენ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი, თქვენ თქვით, რომ აუცილებელია იმისთვის, რომ წარმატებით ჩააბარო ეს გამოცდა, უნდა აზროვნებდე ამ ენაზე. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორი იქნება თარგმანი და რამდენ მარტივი იქნება ამ აპლიკანტების. ხადია იქნებოდა იდეალური, როგორც გითხარით, იდეალური იქნებოდა, რომ ეს ტესტი იქმნებოდეს სომხურ, აზერბაიჯანულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე, მაგრამ ეს ვერ მოხდება, იმიტომ რომ ეს ტესტი არ უნდა იყოს სხვადასხვა აბიტურიენტისთვის, რომელიც გამოდის გამოცდაზე, ხო? მე მგონი უპასუხოთ ჩვენს როგორც ვთქვი. შეიძლება სატელეფონო ხაზზე არის ჩვენი მსმენელი. დიახ, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. სამწუხაროდ ვერ ხერხდება დაკავშირება, მაგრამ იმეც ვიტოვებ, რომ დიახ, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, გისმენთ. სოფო, მოგვიანებით შემოგვერდება ალბათ ჩვენი მსმენელი და ისევ რომ გავაგრძელოთ საუბარი თარგმანზე, თარგმნის თემაზე შევხვდით. როგორც მოგახსენეთ, იმისთვის რომ ეს ადამიანები ყველანი თანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ, ყველამ რომ მოინდომოს მაგალითად საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარება, რომელიღაც ერთ საბაკალავრო პროგრამაზე ყველას მოუწევს ერთი ტესტის ჩაბარება, ამიტომ გვაქვს ერთი ტესტი, ასე ვთქვათ, საბაზო, ქართულენოვანი, ერთ-ერთი ვერსია ზოგადი უნარების ტესტის და ის ითარგმნება ყველა დანარჩენ ენაზე. ხა როგორ ითარგმნება? პირველ რიგში თარგმნელების შერჩევის პროცედურა იყო ძალიან შრომატევადი. ჩვენ დაუკავშირდით სომხეთის და აზერბაიჯანის განათლების სამინისტროებს, გქონდა მათთან თანამშრომლობა, თარგმნელების შერჩევისას მათ მიიღეს მონაწილეობა პროცესში, ანონიმურად სრულიად ჩვენ რამდენიმე თარგმნილი ვერსია გავუგზავნეთ მათ, შესაბამისი ეკვივალენტით, რუსული ეკვივალენტით, მათ შეარჩიეს ანონიმურად, ვთქვათ, სახელის გვარის გარეშე იყო წარმოდგენილი ეს თარგმანი, მათ შეარჩიეს
მთარგმნელის აღმოჩნდა სხვა შორის აღმოჩნდა ძალიან კომპეტენტური ადამიანები, ძალიან კარგი თანამშრომლობითი უნარებით, ჩვენთან ისინი უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობენ. გარდა იმისა, რომ ისინი თარგმნიან ტესტს, მე აუცილებელი პროცედურა, რომელიც ტარდება ყველა ენის ტესტისთვის, ეს არის უკუთარგმანი. ჩვენ ვკითხულობთ თითოეულ წინადადებას, თითოეულ სიტყვას, თითოეულ დავალებას პირიქით, ანუ ისინი სხედან უყურებენ უცხოენოვან ტექსტს, მაგალითად აზერბაიჯანულ ენაზე და თარგმნიან თვითონ ქართულას. ჩვენ ქართულ კოლეგებს გვიჭირავს ქართულენოვანი ტექსტი და ეს უნდა იყოს აბსოლუტურად იდენტური. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სირთულის არის, როგორც არის. ახლა რაც შეეხება სირთულეს, ჩვენ სირთულეს ვადგენთ იმ ადამიანების შედეგების საფუძველზე, რომლებიც მოდიან გამოცდაზე. ჩვენ ექსპერტულად სირთულე ერთი და იგივე ტესტია აბსოლუტურად. სიტყვით ერთი და იგივე ტესტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის იქნება ერთი და იგივე სირთულის სხვა პოპულაციისთვის. ჩვენ სირთულეს ვადგენთ იმ პოპულაციის შედეგების საფუძველზე, რომელიც მოდის გამოცდაზე. ის 8000 ადამიანი თუ 10000 ადამიანი, რომელიც ერთ სესიაზე ასრულებს ამ ტესტს, რა შედეგსაც მიიღებს, ტესტის სირთულე იმით ითვლება. მაგალითად, აღმოჩნდება, რომ ამ და ამ წელს პირველი ვერსიის სირთულე არის 0.59 დაუშვათ, ხო, პირობითად. საშუალო სირთულეს არის. შეიძლება ზუსტად იგივე ტესტი, მაგრამ რუსულენოვანი აბიტურიენტებისთვის, რომელთა რაოდენობა არ არის 1000, არამედ არის 1000, იყოს არა 0.59, არამედ 0.51. ოდნავ თქვათ უფრო მარტივიც კი იყოს. ან აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტებისთვის 0.45, ან 40, ან უფრო რთული. როგორც წესი, გვაქვს სამწუხაროდ ასე ტენდენცია. სატელეფონო ხასი არის ჩვენი მსმენელი. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, დასვით კითხვა. გამარჯობა, მე საბატონო სოფო, მე მაინტერესებდა თქვენ რო თქვით, რომ აფხაზურ ენაზე მცდელობაო, იმ აფხაზის ტერიტორიაზე ქართულის და აფხაზურიც არის სახელმწიფო ენა, გასაგებია, მაგრამ თქვენ თქვით, რომ ასევე ის ეგრეთ წოდებულ ცხინვალის ოლქშიც ქონდა, იქ რა ენაზე ქონდა შეთავაზება, იმიტომ რომ ოსური და ქართული არ არის იმ ტერიტორიაზე, ეს მაინტერესებს. მე მაინტერესებს, რომ ეს აფხაზურზე რო ქონდათ შეთავაზება, თუ ჩააბარა ვინმე აფხაზურ ენაზე, თუ ისევ რუსულზე თავისთვის საყვარელ რუსულზე ჩააბარეს, აი ზუსტად მაინტერესებს რაოდენობა, ერთი ადამიანი ყოველი თუ არც ერთი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო კითხვებისათვის. კი ბატონო, ზუსტად ვუპასუხებ ჩვენს მსმენელს. ჩვენ გვყავდა რაც შეეხება ოსურს, პირველ რიგში ამას ვეტყვი, მე არ მithქვამს, რომ ოსურის შემთხვევაში მომზადდა ტესტი რუსულად და ოსური ენისა და ლიტერატურის ტესტი, ეს რამე არ ყოფილა, ეს რამე არც კანონში წერებული, იმიტომ რომ ოსური არ არის, აბსოლუტურად ვეთანხმები ჩვენს მსმენელს, არ არის სახელმწიფო ენა, ამიტომ ჩვენ ტესტი შეთავაზება შეგვიძლია ოსურენოვანი აბიტურიენტებისთვის მხოლოდ და მხოლოდ ოსურად. სხვა ენაზე არ შეგვიძლია ფორმალურად, თუმცა მე უბრალოდ გამოვთქვი გულის ტკივილი. მე არ ვიცი როგორ დავეთანხმო მსმენელის პათოს, მათთვის საყვარელი რუსული ენა ეს თუ არ არის მათთვის საყვარელი, ფაქტი გვაქვს ჩვენი მოქალაქეები არიან ისინი, მე ასე ვთვლი, ჩვენ მოქალაქეებს სამწუხაროდ დღეს იმ სკოლებში, იმ ტერიტორიებზე, მაგალითად ახალგორში და სხვა ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის, სამწუხაროდ არ აქვს შესაძლებლობა რომ ისწავლონ ქართულ ენაზე, სხვათა შორის არ აქვს შესაძლებლობა ისწავლონ ოსურ ენაზეც. ოსურ ენაზეც არ სწავლობენ ისინი, სამწუხაროდ ისინი სწავლობენ რუსულად და სწავლობენ მთელი სკოლის პერიოდის განმავლობაში რუსულად. ეს არის ფაქტი და თუ ჩვენ გვინდა ის ადამიანები აქეთ მოვიზიდოთ, თუ ჩვენ გვინდა იმ ადამიანებს უფრო მეტად მიუცეთ შესაძლებლობა ქართულ გარემოში იცხოვრონ, ქართული ისწავლონ, ანუ ჩვენ ლაპარაკობთ ახლა ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამაზე მოსახვედრად, იმ ერთწლიან პროგრამაზე და მერე გააგრძელონ სწავლა ქართულ უმაღლეს სასწავლებელში. ამისათვის ჩვენ მათ შანსი რომ მიუცეთ, ან მათ რო ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარონ, ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრო მისაღები იქნება მათთვის ამ გამოცდის რუსულად ჩაბარება. თუმცა ამის ფორმალური შესაძლებლობაც კი ოსურის შემთხვევაში არც გვქონია, არც გვექნება და არც გვაქვს. რაც შეეხება აფხაზურის შემთხვევაში გვქონდა ფორმალურად, იმიტომ რომ აფხაზური არის სახელმწიფო ენა და ფორმალურად გვქონდა ამის შესაძლებლობა და ასეთი იყო ორი ადამიანი, რომელმაც ჩააბარა რუსულად უნარების ტესტი და აფხაზური ენისა და ლიტერატურის ტესტი, ანუ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ნაცვლად, ესეთი იყო ორი ადამიანი. მხოლოდ აფხაზურად შარშან იყო პირველი წელი, როდესაც მათ ის შესაძლებლობა აღარ ჰქონდათ და მხოლოდ აფხაზურად უნდა ჩაებარებინათ უნარების ტესტი, შარშან ასეთი ადამიანი რეგისტრირებული არ ყოლია. ჩვენ
ჩვენ ველოდებით წელს თუ გვეყოლება ასეთი ადამიანი რეგისტრირებული, დაველოდებით და თუ იქნება ასეთი ადამიანი, ჩვენ მას მოვუმზადებთ და ეს საფასურად. გადაცემაში ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ გავაგრძელებთ საუბარს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და ჩვენი სტუმარი არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარი არის სოფო დოლიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი. ჩვენ დღეს საუბრობთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საუბრობთ ზოგადი უნარების გამოცდაზე. სოფო, ახლოვდება უკვე პერიოდი, ახლოვდება რეგისტრაციის პერიოდი, უფრო ზუსტად. რა თქმა უნდა, ღელავენ მშობლები, ღელავენ აბიტურიენტები, განსაკუთრებული ღელვა შეინიშნება თქვენი გამოცდის მიმართ. რას მშობლების მხრიდან, უფრო მეტად ვიდრე აბიტურიენტების მხრიდან, კითხვა, მუდმივი კითხვა და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს გადაცემაში, როგორ უნდა მოემზადონ აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდისათვის, იმისათვის, რომ მათ წარმატებით გადალახონ ზღვარი და წარმატებით ჩააბარონ ეს გამოცდა. პირველ რიგში შევეცდები ამხსნა რატომ არის განსაკუთრებული დამოკიდებულება და განსაკუთრებული შფოთვა ზოგადი უნარებთან დაკავშირებით. ეს სავარაუდოდ იმიტომ ხდება, რომ ეს გამოცდა სავეზობს აბიტურიენტებს სრულიად ახალ პრობლემებს საგამოცდო პროცესში, სრულიად ახალ პრობლემებს ცხადია ბრჭყალებში, გულისხმობ დავალებებს, ამოცანებს. თითოეული ამოცანა, თითოეული დავალება ზოგადი უნარების გამოცდისა არის გადასაჭრელი პრობლემა, ასე ვთქვათ. ეს ტესტი, როგორც თქვი, ამოწმებს ახალი ინფორმაციის აღქმის და გააზრების უნარებს პირველ რიგში, ამოწმებს ასევე გადაწყვეტილების მიღების, პრობლემის გადაჭრის უნარს და სწორედ ამიტომაც გამოცდა შედგება 80 დავალებისგან, თითოეული დავალება არის, ასე ვთქვათ, ახალი პრობლემური ვითარება, რომელიც ჩვენ უნდა გადავჭრათ. ამაში გამოიხატება, ვლინდება საუკეთესოდ რა უნარების პატრონები ვართ ჩვენ, როგორ შეგვიძლია ჩვენ სიტუაციის სწორად აღქმა, გააზრება, როგორ შეგვიძლია რესურსების დანახვა, პრობლემის დანახვა და ამ პრობლემის გადაჭრა. ხო, შეიძლება ძალიან ესე ჟღერს, საშიშად ჟღერს, მაგრამ ესე რთულად საქმე მართლაც არ არის. ჩვენ გვაქვს ტესტში დავალებები, ეს პრობლემები, რომლებსაც 90% წარმატებით ცლევს, რომლებსაც 80% წარმატებით 70 და გვაქვს პრობლემები, რომლებიც მართლაც რთულია და მხოლოდ 10% ან 20% აბიტურიენტებს ახერხებს ამ პრობლემების გადაჭრას. პრობლემაში გულისხმობ ამ შემთხვევაში ცალკეულ დავალებას, ხო? ეს ტესტი არის სავსე სიახლეებით ყოველთვის, მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტებმა დაწვრილებით იციან, როგორია ტესტის სტრუქტურა, რამდენი დავალებისგან შედგება, როგორ ფასდება თითოეული დავალება, აქ არის სულ არჩევით პასუხიანი დავალებები წარმოდგენილი, ყველას შეფასება არის ერთი ქულა მაქსიმალური, ყველგან არის მხოლოდ ერთი პასუხი წარმოდგენილი, ზოგ დავალებას აქვს 4, ზოგს 5 სავარაუდო პასუხი. რა ტიპის დავალებები, ამის შესახებ დეტალური ინსტრუქციები ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მანამდე კრებულებში, დამხმარე მასალათა კრებულებში, ტესტებში, თვითონ ტესტსაც ნახულობენ აბიტურიენტები და არაერთს და შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ მას საფუძვლიანად, ინსტრუქციები ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ თითოეულ დავალებაში. მიუხედავად აი ამ ძალიან დიდი ინფორმაციის, რომელსაც ჩვენ მათ ვაწვდით, თვითონ გამოცდაზე ყოველი დავალება არის ახალი, მათთვის უცნობი და ეს სწორედ სიახლე და უცნობობა არის შფოთვის საგანი, იმიტომ რომ ჩვენ სხვა საგნებზე ვლაპარაკობთ, მაგალითად მათემატიკის საგნობრივ გამოცდაზე, რომელიც არჩევით გამოცდაზე, რომელიც ბევრად უფრო რთულია თავისთავად რიცხობრივად რო შევხვდეთ რა მონაცემს, საშუალო მონაცემს რო შევხვდეთ, ბევრად უფრო რთული გამოდის მათემატიკის გამოცდა ყოველ წელს, ვიდრე უნარების გამოცდა, მის მიმართ შფოთვა არ არის ასე დიდი, იმიტომ იქ ზუსტად ვიცით, რომ შეგვხვდება გეომეტრიიდან ესა და ეს საკითხები, ალგებრიდან ესა და ეს საკითხები, ამადამ ტიპის დავალება, თქვა ღია, ამადამ ტიპის დახურული და ამიტომ პროგნოზირებადი უფრო მეტად არის მათემატიკის გამოცდა, მიუხედავად იმისა, რომ რთულია უფრო ვიდრე უნარების გამოცდა, ხო, მისი საშუალო სირთულე ყოველთვის უფრო დაბალია, მაგალითად 40 არის და თქვა უნარების გამოცდის არის 50, ხო? აი დიდი განსხვავებაა სირთულეში, მაგრამ მაინც ეს შფოთვა რაღაცნაირად გამოცდების მსგავსად ზოგადი უნარების გამოცდას თუ აქვს საგამოცდო პროგრამა, ან თუ შეუძლიათ გაეცნოს აბიტურიენტს იმ საკითხების ჩამონათვალს, რომლის ცოდნა მას მოეთხოვება. კი ბატონო, ზოგადი უნარების გამოცდა არის გამოცდა, რომელშიც ცოდნა არის სრულიად მინიმალური მოთხოვნილი, ჩვენ ვიცოდეთ. თუ არსებობს ასეთი ტიპის დოკუმენტი თუნდაც და ჩვენ გვაქვს ძალიან საბაზისო მოთხოვნები
დაწნულები მათემატიკის მიმართულებით. მათემატიკის ცოდნას ვარქმევთ ამას და ამის პროგრამა არსებობს, ანუ არსებობს პროგრამა ზოგადი უნარების მათემატიკური ნაწილისთვის. იმიტომ რომ მხოლოდ ამ ნაწილში მოვითხოვთ ჩვენ სრულად ბაზისურ ცოდნას მათემატიკაში, ეს არის მე-6 კლასის პროგრამა, ზოგიერთი საკითხი იქ არის წარმოდგენილი მე-9 კლასის დონიდან. დანარჩენი სხვა ცოდნა იქ სპეციალური არაფერი არ მოგვეთხოვება, ჩვენ უნდა შეგვეძლოს მხოლოდ იქვე ტესტში მოცემული ინფორმაციის დამუშავება, წაკითხვა, გააზრება, დასკვნის გამოტანა, არგუმენტების მოძიება ტექსტშივე, რაღაცის უარყოფა, რაღაცის დადასტურება, ანალიზი იმისა, რაც იქ არის მოცემული, მხოლოდ და მხოლოდ ეს არის უნარების ტესტის დანიშნულება. უნარების ტესტის შესავალოც ჩვენ კრებულს ვაწვდით ხოლმე აბიტურიენტებს დახმარ მასალათა კრებულს იქ განზრახ წერთ რომ არავით არის სპეციფიკური ცოდნა რომელიმე საგნის მიმართულებით გარდა მათემატიკისა ჩვენ არ გვჭირდება და მათემატიკაშიც ისე ვიმეორებ ეს ცოდნა არის სრულიად მინიმალური ეს არის 6 კლასის მათემატიკა პროგრამის თვალსაზრისით და დეტალურად ეს პროგრამა მოცემულია ჩვენ ვამტკიცებთ ამ პროგრამას ზუსტად ისევე როგორც სხვა საგნების პროგრამებს და რამდენიმე საკითხი არის წარმოდგენილი მე-9 კლასის დონიდან ერთ-ერთ გადაცემაში როდესაც ჩვენ საუბრობდით ამ თემაზე და ეს თემა არ კარგავს აქტუალობას, იმიტომ რომ ინტერესი ზოგადი უნარების გამოცდის მიმართლაც არის დიდი. თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ გამოცდას არ ჭირდება საგანგებო მომზადება, მაგრამ აბიტურიენტი უნდა იცნობდეს ტესტს. აუცილებლად, როცა ჩვენ ვაპარაკობთ საგანგებო მომზადებაზე, ჩვენ გულისხმობთ ხოლმე წვრთნას წლების განმავლობაში, ვთქვათ, ზოგიერთი ადამიანი გამიგია, რომ 2 წლის განმავლობაში კი ემზადება ამ გამოცდისთვის, რაც სრულიად მიუღებელი არის პირადად ჩემს ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს და ყველა თავისთვის გეგმავს ფაქტობრივად ეს კარიერული გადაწყვეტილება, როცა ჩვენ ვირჩევთ, ხო, სად ვისწავლოთ, როგორ ვისწავლოთ, როგორ მოვამზადოთ ამ პროცესისთვის. ეს ცხადია თვითონ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, აბიტურიენტმა და მისმა მშობელმა ალბათ, მაგრამ მე პირადად თუ მკითხავთ, ასეთი ტიპის ტრენაჟი არ არის ბევრის მომცემი და მით უმეტეს ეს მარტო ჩემი პირადი აზრი არ არის, ამასთან დაკავშირებით არსებობს არაერთი კვლევა, მაგალითად ეს პრობლემა რეპეტიტორობის დგას საქართველოს გარდა ისრაელშიც, რომელშიც არსებობს უნარების ტესტი და ძალიან მნიშვნელოვანი ტესტია იქ საგამოცდო სისტემაში ეს იქაც კი სხვადასხვა გამოცდის მომზადების პერიოდი არის დაახლოებით 3 თვე და არა მეტი და კვლევები ადასტურებს რომ დიდ ნახტომს ასე ვთქვათ ამ ტესტისთვის მომზადების პროცესის მიუხედავად ჩვენ ვერ ვაკეთებთ შედეგი არ გვაქვს შედეგად არ გვაქვს ეფექტი ორი განსხვავებული პოზიციები არსებობს მომზადებასთან დაკავშირებით ნაწილი მაგრამ ძალიან მცირე ნაწილი არის აბიტურიენტების ვის დარწმუნებულია საკუთარ თავში და ეს არის ძალიან კარგი მაგრამ არ იცნობენ ტესტის ტიპს მოდიან პირდაპირ გამოცდაზე და აბალებენ ამ გამოცდას და მეორე ნაწილი რომელიც განსაკუთრებულად ემზადება ამ გამოცდისათვის აი ოქროს შუალედი მე მინდა რომ ჩავაბარო ერთიანი ეროვნული გამოცდები და მინდა ჩავაბარო ზოგადი უნარების გამოცდა. აი როგორია სოფო დოლიძის რჩევა ამ შემთხვევაში. ეს რა შეეხება იმ ნაწილს რომელიც საერთოდ არის ნობს გამოცდას ასეთები ალბათ მართლა ძალიან ცოტანი არიან ძირითადი ნაწილი. დარწმუნებულები არიან. ეს ძალიან კარგია რომ დარწმუნებულები არიან რომ კარგად შეასრულებენ დავალებებს, სწორად შეასრულებენ და კარგად დაძლევენ ტესტს. ეს შესანიშნავია როდესაც ადამიანს აქვს ეს საკუთარ თვით ეფექტურობის განცდა, ანუ მზად არის სამუშაოდ და დარწმუნებულია საკუთარ უნარებში, ეს ძალიან კარგია. უბრალოდ როდესაც ჩვენ საერთოდ არ ვიცნობთ და ეს ჩვენ ბევრ დროს დავკარგავთ ტესტის დავალების ტესტის გაცნობაში, დავალების ტიპების გაცნობაში, უნდა ვიფიქროთ აქ რა უნდა გავაკეთო. ანუ ამაში ინსტრუქცია უნდა წავიკითხოთ კიდევ ერთხელ და ამ შემდეგ. ამაში იკარგება წუთები. ეს წუთები მნიშვნელოვანია 80 დავალებიდან თითოეულის შესასრულებლად. ხო, უბრალოდ ჩვენი რჩევა იქნებოდა რომ ადამიანები კარგად გაეცნონ ტესტს. ვერბალურ ნაწილში არის სხვადასხვა ტიპის 4 ტიპის დავალება წარმოდგენილი. თითოეულის ინსტრუქცია წინასწარ იცოდნენ, ანუ პრინციპი შესრულების წინასწარ იცოდნენ. ჩვენ გვაქვს დამხმარე მასალათა კრებულებში მოცემული გარჩევები დავალებების, როგორ იხსნება დავალებები, რომ ადამიანს ჰქონდეთ ერთგვარი ორიენტირი, როგორ უნდა იმუშაონ ამა თუ იმ ტიპის დავალებაზე. თუ ეს ვინმეს დაეხმარება, ეს ძალიან კარგი იქნება. ამის გაცნობა, ის რომ ჩვენ დრო აღარ დავკარგოთ ტესტის დავალებების ტიპების გარკვევაში და ინსტრუქციების გარკვევაში. მხოლოდ ამისთვის არის ეს საჭირო. მათემატიკურ ნაწილს რაც შეეხება ზოგიერთი არის რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც ძალიან კარგად სწავლობენ მათემატიკას პირველი კლასიდან ბოლომდე. არიან ადამიანები რომლებიც და სხვათა შორის სამწუხაროდ ჩვენი სკოლა, ბევრი სკოლა, მოდი ესე ვიტყვი, ყველა სკოლა ცხადი არა, მაგრამ ბევრი სკოლა ჯერ კიდევ ამ სტერეოტიპით ცხოვრობს, რომ ადამიანს მათემატიკა ან გამოსდის, ან არ გამოსდის და
მე მაგალითად უმაღლეს სასწავლებელშიც ვასწავლე და ძალიან ბევრი სტუდენტი მეუბნება რომ მათემატიკა არ არის ჩემი ძლიერი მხარე, მე მათემატიკა არასდროს არ გამომდიოდა. ესეთი რამ უნარების ტესტისთვის სრულად მიუღებელი გამონათქვამებია, იმიტომ რომ უნარების ტესტს სჭირდება 6 კლასის, როგორც თქვი, მათემატიკა ეს არის საყოფაცხოვრებო ცოდნა, ასე შემიძლია დავარქვა მათემატიკაში ძალიან ელემენტარული და ეს გამოგვდის ყველას არ შეიძლება რომ ადამიანს ეს არ გამოვიდეს ეს ჩანერგილი რაღაცნაირად ძალიან არასწორი შეხედულებები ადამიანების უნარებზე ბავშვობიდან მოწმუნდით ეს შენ ეს არ გამოგივას აბსოლუტურად მიუღებელი და არასწორია და სამწუხაროდ ზოგჯერ მშობლები ზოგჯერ პედაგოგებიც ამას ხელს უწყობთ კარგი იქნება თუ კი ჩვენს პედაგოგებს მშობლებს ყველას შევახსენებთ რომ ადამიანს რომელიც სხვადასხვა ტიპის უნარით იბადება მუდმივად უნდა განვუვითაროთ ეს უნარები და არა დაუსვათ დიაგნოზები რომ შენ ეს შეგიძლია რა შეგიძლია ყველას ყველაფერი შეგვიძლია მნიშვნელოვანია როგორ განვავითარებთ ამ უნარებს თუ ვინმე ცოდნა აქვს ნაკლები მათემატიკაში ცოდნის დეფიციტი აქვს მაგალითად პითაგორას თეორემა არ უსწავლია ცხადია მისთვის რეკომენდაცია იქნება ისწავლოს პითაგორას თეორემა წაიკითხოს გაიგოს რა არის და გამოიყენოს შემდეგ უნარების ტესტში ისე როგორც მას ეს დასჭირდება უნარების ტესტს ახლავს მათემატიკურ ნაწილს ახლავს პირველ გვერდზე ყველა ის ფორმულა თუ საჭირო ესე ვთქვათ ინფორმაცია რომელსაც ადამიანი იმახსოვრებს ასე ვთქვათ დამახსოვრება რომ არ იყოს საჭირო ყველაფერი არის მოცემული თავფურცელზე მათემატიკური ნაწილის იქნება ეს შემოკლებული გამრავლების ფორმულები იქნება ეს არ ვიცი წრის ფართობის დაცვა თუ ასე შემდეგ დამხმარე მასალა უმარტივეს რომელიც ალბათ ყველა მაინც ისაც კარგად იცის მაგრამ რომ აღმოჩნდეს რომ დაგვაუწყო ყოველთვის შეგვიძლია ჩავიხედოთ ჩვენ უბრალოდ უნდა ვიცოდეთ გქონდეს ის ელემენტარული პროგრამაზე რომელზეც ვიყავით აი ეს ელემენტარული პროგრამა უნდა გქონდეს გავლილი მათემატიკაში სხვა ჩვენ სპეციფიკური ცოდნა და მომზადება ამისთვის არ გვჭირდება. მე ვფიქრობ თუ კი ტესტს კარგად ვიცნობთ, თუ კი მათემატიკის აი ამ დონეს ასე ვთქვათ, კარგად ვფლობთ, სხვა შემთხვევაში ჩვენ სპეციფიკური ტრენაჟი უნარების გამოცდაში ნამდვილად არ გვჭირდება. ძალიან მცირე დრო გვაქვს დარჩენილი და ორი კითხვა. პირველი თქვენ ხშირად ახსენეთ მათემატიკური ნაწილი, ვერბალური ნაწილი და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია რომ ზოგადი უნარების ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან. იმისთვის რომ აბიტურიენტმა გადალახოს მინიმალური ზღვარი და მიიღოს დადებითი შეფასება, უნდა მიიღოს ყოველ ნაწილში უნდა დააგროვოს გარკვეული ქულები, თუ როგორია შეფასების სისტემა. იდეა ის არის, რომ ორივე ნაწილზე უნდა იმუშაოს აბიტურიენტმა, სწორედ ამიტომ არის გაყოფილი დრო, საათი და 35 წუთი ერთ ნაწილზე, საათი და 35 წუთი მეორე ნაწილზე, იმიტომ რომ ჩვენ ორივე ტიპის უნარის შესახებ გვაინტერესებს ინფორმაცია, როგორც ვერბალური, ასევე მათემატიკური უნარების შესახებ. და ის რომ ჩვენ ადამიანებს ფაქტობრივად დროის გამიჯნვით, ასე ვთქვათ, დროის გაყოფით, ვამუშავებთ ორივე ნაწილზე, უკვე საკმარისია ჩვენთვის და აღარ გვჭირდება ცალ-ცალკე ქულები დავითვალოს, ვთქვათ, ვერბალური თუ მათემატიკური ნაწილზე. დროითი ჩარჩოები არსებობს და დროითი ჩარჩო არსებობს, მნიშვნელოვანი ადამიანმა საერთო ჯამში დააგროვოს ტესტის 30% ან მეტი, ანუ 24 ქულა ან მეტი, რომ ბარიერი ჩაეთვალოს გადალახულად. ტესტის რომელი ნაწილით გააკეთებს ამას აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა. და ბოლო კითხვა და სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა, ხომ არ იგეგმება რაიმე ცვლილება, იგივე ახსენეთ ზღვართან დაკავშირებით აინტერესებთ წელს ცვლილება არ გვაქვს, ჩვენ ინტენსიურად მუშაობთ სრულად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლაზე, ჩვენ გადავედით შარშან როგორც გახსოვთ ნახევრად ელექტრონულ ფორმატზე, 2017 წელსაც ნახევრად ელექტრონული ფორმატით შევთავაზებთ ადამიანებს ამ გამოცდას, მაგრამ ჩვენ ზოგადად ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი უნდა წავიდეს სრულად ელექტრონული ფორმატისკენ, ამისთვის ძალიან დიდი სამუშაოა გასაწევი და ჩვენ ამაზე ახლა ვმუშაობთ, თუმცა ცვლილება ამ მიმართულებით არ იგეგმება არანაირი, ასევე არ იგეგმება ცვლილებები ზღვართან დაკავშირებით, ზღვარი იქნება ისევ 30%, ცხადია გაიგივების მეთოდი ისევ იმუშავებს, ანუ ადამიანმა უნდა მიიღოს 24 ქულა ან მასთან გათანაბრებული, გაიგივებული ქულა ტესტის სხვა ვარიანტში, ეს გაიგივებული ქულები ქვეყნდება მას შემდეგ, რაც გამოცდა უკვე ჩატარებულია 4-ვე სესია უკვე დასრულებულია და ჩვენ ვიცით ადამიანების შედეგები. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი აბიტურიენტები
აბიტურიენტები არ იღებენ ორიენტაციას 24 ქულაზე, არამედ იღებენ ორიენტაციას ბევრად მაღალ ქულებზე და მე მათ ყველას წარმატებას ვუსურვებ. და როდის დაიწყება რეგისტრაცია? რეგისტრაცია თებერვლის ბოლოს დაახლოებით 20 რიცხვიდან 20-22 რიცხვიდან იგეგმება. ამის შესახებ ჩვენს ვებგვერდზე იქნება განთავსებული ინფორმაცია, ცხადია დეტალური ინფორმაცია, როგორ უნდა გავიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაცია 3 ეტაპად იქნება ისევ წარმართული. პირველი ეტაპი დაახლოებით მარტის ბოლომდე გაგრძელდება და აქ ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი მონაცემები, საიდენტიფიკაციო მონაცემები და ასევე საგამოსტო ქალაქი, ეს არის ჩვენი ვალდებულება პირველ ეტაპზე. ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ჩვენი საგამოცდო ჩამონათვალიც, მაგრამ გამოცდების არჩევანი შეგვიძლია შევცვალოთ დაახლოებით მაისის თვემდე, მაისის ნახევარი მაინც გვექნება ამისთვის და ბოლო ეტაპზე ეს არის უკვე არჩეული ფაკულტეტების ჩამონათვალი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ცვლილებები შევიტანოთ გამოცდების დასრულების შემდეგაც. ანუ მას შემდეგაც თუ იქნება რაოდენობა თუ არ არის შეზღუდული პრინციპი იგივეა, ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ იმდენი ფაკულტეტი, რამდენიც გვინდა, რამდენი შესაბამება ჩვენ მიერ ჩაბარებულ საგნებს, ცხადია, უნდა იყოს შესაბამისობა მათ შორის, რამდენიც გვინდა იმდენი შეგვიძლია ავირჩიოთ და ჩვენ შეგვიძლია ეს ჩამონათვალი შევცვალოთ სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე. აი ეს რეჟიმი, რომელიც შარშანაც იყო, პრინციპში ისევ შენარჩუნება. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო სოფო დოლიძე. დიდი მადლობა ამ უმწურავი ინფორმაციის მოწოდებისათვის და ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე თქვენ არაერთხელ იქნებით ალბათ ჩვენი გადაცემის სტუმარი. გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე და იმედიან კვირას გისურვებთ. რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები. სანდო, ობიექტური და აქტუალური ინფორმაცია. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან ერთად გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. საინფორმაციო მხარდამჭერი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.